მოგესალმებით. კვლავ შინაურული სმარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ჩიზქეიქი ცხობის გარეშე, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ და თანაც არის ძალიან გემრიელი. შინაურულის არხზე არის ჩიზქეიქების სხვა რეცეპტი. სპეციალურ ალბომში ნამცხრები და ტორტები, სადაც სხვა უამრავ მარტივ დესერტის რეცეპტებს იხილავთ. ეს რეცეპტი კი განსაკუთრებულად შეგიყვარდებათ, რადგან ჩიზქეიქი საოცრად გემრიელი და დასამახსოვრებელი გამოდის. პირველ რიგში ნებისმიერი ორცხობილა ან ნამცხვარი შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ხელით ან ჩოპერის ან ბლენდერის საშუალებით. როცა დავაქუცმაცეთ ნამცხვარს ან ორცხობილას, დავამატოთ 50 გრამი გამდნარი კარაქი და ისევ ავურიოთ, ისე რომ მივიღოთ ასეთი წებოვანი მასა, რომელიც დაგვჭირდება ჩვენი ჩიზქეიქის მოსამზადებლად. ასეთი წებოვანი მასის მიღების შემდეგ ეს მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. საცხობი ფორმა არის 24 სანტიმეტრის დიამეტრის, რომელშიც ნიჩბის საშუალებით ან უბრალოდ ჭიქის საშუალებით გადავარაწილოთ თანაბრად და კარგად დავტკეპტოთ, როგორც ძირზე, ისე გვერდებზე. და აი ასეთი გაბრტყელებული ფენა უნდა მივიღოთ, რომელიც შევდგათ მაცივარში, სანამ მოვამზადებთ ჩიზქეიქის მასას. 15 გრამი ჟელატინი. მოვათავსოთ ჯამში, დავასხათ 100 მლ ანადუღარი ცივი წყალი და გავაჩეროთ. მანამ მოვამზადოთ ასევე ნაღებისა და კრემ ყველის კრემი. მოვათავსოთ 300 ან 400 გრამი კრემ ყველი, ჯამში დავასხათ 300 გრამი შესქელებული რძე და 200 მლ ნაღები. აუცილებლად ნაღები უნდა იყოს 33 ან 35%-იანი. და შემდეგ დავამატოთ 1 ვანილი. კრემ ყველი, ასევე ვანილთან და შესქელებულ რძესთან და ნაღებთან ერთად კარგად ავთქვიფოთ. ეს კრემი შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ნამცხვრის ფენების დასაკრებადაც გამოიყენოთ. არის უგემრიელესი კრემი და ჩიზქეიქს კი განსაკუთრებულად უხდება. მასა, როცა ერთგვაროვანი გახდება, შეგვიძლია უკვე ჩალბობილი ჟელატინი შევათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ან უბრალოდ ორთქლზე და შემთბარი ჟელატინი დავასხათ ჩვენს მიღებულ კრემყველისა და ნაღების კრემს და კარგად ავურიოთ კვლავ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვეფა დიდი ხანი არ დაგვჭირდება, მხოლოდ 1 წუთი, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს, რომელიც შემდეგ გადავიტანოთ უკვე მომზადებულ ფორმაში და კარგად გადავასწოროთ. შევდგათ მაცივარში. როცა ჩვენი ჩიზქეიქი კარგად შემოგრდება, 100 გრამი შოკოლადი გავადნოთ, ისე რომ დავასხათ მდუღარე 50 მლ რძე და კარგად ავურიოთ, სანამ შოკოლადი კარგად არ გალღვება და მივიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელიც ზემოდან მოვასხათ ჩვენს გაცივებულ და გამყარებულ ჩიზქეიქს და კვლავ შევდგათ მაცივარში. თუმცა მანამდე მე ის მოვთე გატეხილი ორეოთი. შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გააფორმოთ. მოაყაროთ კენკრა ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილი. მე ზემოდან მოვაყარე თეთრი შოკოლადის ფანტელები და შევდგი მაცივარში გასამყარებლად. როგორც ხედავთ, ჩვენი ჩიზქეიქი უკვე მზად არის მისართმევად, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მოვამზადეთ და თან არის ძალიან გემრიელი, განსაკუთრებით კი ნაღების ნაყინთან ერთად. ამიტომ აუცილებლად სინჯეთ. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.